აშა ამერიკამ მის შტატად გამოგვაცხადოსო რომ გაიძახოდო ისიც მახსოვს. ხო ეს დაახლოებით ნახევრად იუმორით ვამბობდი ამას, მაგრამ რეალურად ახლა შტატად ჰავაიც თითქმის იმდენივე კილომეტრით არის გაცილებული ვაშინგტონიდან, ჰავაის შტატი 11000 კილომეტრით არის, ხო? რამდენითაც თბილისი. ახლა ეს გეოპოლიტიკურად შესაძლებელია, მაგრამ რეალობაში ეს არ მოხდება. ასე რომ ნერვიულად. თუმცა შტატი რო ვიყოთ ამერიკის ორი სენატორი გვეყოლებოდა სენატში, რომელიც კბილები დაიცავდა ჩვენს ინტერესებს, აქ ვერასოდეს ოლიგარქია ვერ გაიხარებდა, გვეყოლებოდა ერთი 20 კონგრესმენი კონგრესში, თავრობაში ჩვენი ქოტები და ასევე საქართველოს მოქალაქე და ჩვენი ნიჭი რო ვიცი ჩვენი ხალხის ამერიკის პრეზიდენტის გახდებოდა, პრეზიდენტებიც კი გახდებოდა. ეს ისე საუბრის დონეზე გეუბნებით. ქვეყნის სათავეში და მეც მივახსენებთ, მარტო ოპოზიციონერებით კონკრეტულად ვერაფერს აღწევთ. ლაშა, ეხლა ისე ლაპარაკობთ, თვითონ ქვეყნის სათავეში ამირჩიეს და მე უარი განვაცხადე. აი ამ ხმებს ავრცელებენ რეჟიმის წარმომადგენლები, მათ შორის წინა რეჟიმის, იქამდე მივიდნენ, რომ ხმებს ხიდისო. ხმებს, რომელსაც ყველა რეჟიმი მპარავს, უცხოურ გავყიდი ხმებს. და მე ავრცელებენ კონცეფცია ოპოზიციონერობა უნდა, არ უნდა პასუხისმგებლობის აღება და ამით ქვეცნობიეს ურტყავენ ამ ორჩევის გათვლილი ეს ყველაფერი და თქვენ არ უნდა წამოვიდეთ ეს. არ უნდა წამოვიდეთ. როგორ შეიძლება ნორმალურ ადამიანს ოპოზიციაში ყოფნა უნდადეს მთელი ცხოვრება და იმ იდეების განხორციელება არ სურდეს, რასაც შესწირა სიცოცხლე. და ხელისუფლებაში მოსვლა არ უნდადეს ამისთვის. მაშინ ის დასაჭერდი და გასანადგურებელია. აპირებით არაბების შემოსვლასთან დაკავშირებით ბრძოლა ეს ალაყაფი ემიგრანტებისათვის, იმიგრანტებისათვის უნდა დაიკეტოს საქართველოს. მთელი არაბული სამყარო, აზია, აფრიკა უნდა დაეკონტროლოს სავიზო რეჟიმს, ვიზის გარეშე აქ ვერანაირ ვერ უნდა შემოვიდეს. უკანონოდ შემოსულები უნდა წავიდნენ. ყველა კონტრაქტი, რაც ეხება არაბული სოფლების, ქალაქების დასახლებების აშენებას უნდა გაუქმდეს და ჩვენ ისეთი სავიზო რეჟიმით უნდა ვიარსებოთ, რომ აქ არ შეექმნას საფრთხე დემოგრაფიული ხალხის გადაშენებას. როგორც კი აქ მოვადუნებთ ყურადღებას, ყველაფერი თავზე დაგვემხობა. თუ 500 წლის წინ ევროპელებმა ამერიკის სიმხელა კონტინენტი აითვისეს, თვეები უნდოდა ატლანტიკის გადალახვას. აი ახლა კოსმოსის საუკუნეში რამდენ დღეში დაგვამთავრებენ ახლა აქედან თქვენ გათვალეთ,